თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს ახალი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაც შეიკრიბნენ და არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ რუსულ დიქტატურასთან შეგუებას საქართველოს მოსახლეობა არ აპირებს. ჩვენი მთავარი სათქმელი, როდესაც დღეს მოვედით, არის ის, რომ მხარდაჭერას ვუცხადებთ რეჟიმის პატიმრებს, ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანამებრძოლები, რომლებიც ამდენი დღის განმავლობაში, დღეს არის მე-20 დღე პროტესტის, ამდენი დღის განმავლობაში იდგნენ რუსთაველზე ჩვენს გვერდით, არიან უკანონო ტყვეობაში რეჟიმის მიერ, ჩვენ მათ არ დავტოვებთ მარტო ამის პირისპირ და სხვა მოთხოვნებთან ერთად ჩვენი დღევანდელი მოთხოვნა არის ის, რომ გაათავისუფლონ ჩვენი მეგობრები. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზოგადად ადამიანებს, რომლებიც იქ მუშაობენ, ხოთ რომ დააფიქსირონ თავისი აზრი, გამოხატონ, კონდეთ რეაქცია ამ უსამართლობაზე, ამ სისასტიკეზე, რაც ხდება და არ იყვნენ ამ ყველაფრის მონაწილეები. Ვითხოვთ, რომ ყველა ჩვენი დაკავებითი თანამებრძოლი იყოს გათავისუფლებული ძალიან მალე. Როგორც ჩანს, იონიშვილი თავის ნაცნობ ხერხს იმართავს, რომ იმაჭოს ამ ადამიანებით, მაგრამ ჩვენ ამბობთ, რომ ერთ-ერთი გათავისუფლება ადამიანი არაფერს არ ნიშნავს, რომ ყველა დაკავებული ექნება თავისუფალი და უძველო გაგრძელება მანამ, სანამ ყველა დაკავებული ექნება გარეთ. არ ვსაუბრობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთვის იბრძვიან, ჩვენთვის აპროტესტებდნენ და უდანაშაულოდ ხედან ახლა და არიან რეჟიმის პატიმრები, ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით და ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნიდან ერთ-ერთის გასაპროტესტებლად და მოსათხოვნად მოვედით აქ, რომელიც არის, რომ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ხედავთ, რომ პოლიცია უბრალოდ არის ყოველგვარ ზღვარს გადასული და იმ ახალი ცვლილებებით, რომელიც შევიდა პოლიციის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალთა დარღვევათა კოდექსში, პოლიციის უფლებრივი დიაპაზონი არის განუსაზღვრელად რეპრესიული. ყველა ადამიანის არათუ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, არამედ გადაადგილების თავისუფლებაც არის შეზღუდული. მე მოვედი როგორც რიგითი ადამიანი ამ ახალგაზრდებთან, ჩემი ემოცია, რომელიც არის დღეს, არის ის, რომ ჩვენი ახალგაზრდების წამება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ახორციელებს რეჟიმი, რომ ამ ახალგაზრდებს უნდათ ის საქართველო, რომელიც არის ჩვენი ეროვნული მისია წლების განმავლობაში. ამიტომ თავისუფლება ყველა დაკავებულებს და რა თქმა უნდა ახალი არჩევნები, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი გამოსავალი დღეს ამ უმძიმესი კრიზისიდან.